საღამო მშვიდობისა ეთერშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავთ. მისცა ბიძინამ ინტერვიუ და ეკა აღარავის ახსოვს. ვაი უბედურო საქართველო. იყო და არა იყო რა. ბიძინა ჩემის ინტერვიუზე უკეთესი რა იქნებოდა. რა იქნებოდა და არც არაფერი. ამიტომაც მაგ ინტერვიუს ყურება რომ დავიწყე გუშინ, ბოლოს უკვე ოჰენრის უკანასკნელი ფოთოლი მეგონა თავი. ვერაფრით მოვწყდი. სწორედ რომ ჩემი წამოსვლით ის ჭარბი ნდობა რაც დათურ სამსახურს უწევდა საზოგადოებას მოვაშორე და საზოგადოებასვე გადაუბრუნე და უბრუნდები და გავხდი საზოგადოების წევრი. ანუ არ განიხილავ პოლიტიკაში და ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა არ იქნება სწორი და თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთთან უკნას მეორეთ მოსვლას ვადარებ მე ამას. ეს რაღაც უბედურება უნდა მოხდეს რომ ამის აუცილებლობა გახდეს. არა კაცო, შეძახილი რომ ხეს ახმობდა კი ვიცოდი, მაგრამ ღმერთის ძახილი თუ ადამიანს აღმერთებდა, აი კი აღარ მეგო. ვრავიც აგერ თვითონ ამბობს რაღაც ჩემი დაბრუნება და რაღა მეორეთ მოსვლა. მალე ალბათ იმასაც იტყვის, ანგელოზები ვით მინისტრები მყავსო და 64-ში და ფუფუნებაში კი ცხოვრობს ისედაც კი. ყოველ შემთხვევაში სოლოლაკი შემაღლებულ ადგილასაა და ეხლა ლომმა და ზებრამ ერთად რომ მოძողონ მან ბალაკი, აღარც აი გამიკვირდება უკვე. მოკლედ ეხლა როგორც მივხვდი, ბიძინა ჩემი იმას ამბობს, რომ სანამ აპოკალიფსი არ მოხდება, იქამდე მომსვლელი არ ვარო და. რა ვიცი ეხლა აპოკალიფსი თუ დაიწყო, მე პირადად ბიძინა ივანიშვილს ბრიუს უილისი მირჩევნია ისევ. კი. სოფლიოს გადარჩენის გამოცდილება მაინც აქვს, კაც. ერთი სიტყვით, შენ არ ინერვიულობ ბიძინაში. დარჩი სადაც ხარ, ხალხში. შენ თვითონ მე ამბობ, ეხლა ბოლო-ბოლო ხალხის მოსმენა დაიწყო მთავრობამო და შენც რომ პოლიტიკაში დაბრუნდე, ვიღა მოусმენს ხალხს მერე. იღო. მოკლედ ეხლა მთავრობა კი უსმენს ხალხს, მაგრამ სამაგიეროდ პრემიეროვიჩი არასოდეს ასრულებს ბიზინაჩების ბრძანებას. დიახ, პრემიეროვიჩი არათუ არასრულებს ბიზინაჩების ბრძანებებს. არც კი უსმენს მათ. რატომ? რატომ და იმიტომ რომ ბიზინაჩემა უბრძანა ასე. რომა ჩხენკელი საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა და ისიც რომ არ ჩათვალოს საზოგადოებამ თითქოს მე ბრძანებელი ვარ ღარიბაშვილის და ყველა ჩემს რჩევას თუ შენიშნას ღირსიერად ასრულებს ეს არ იყო. რომა ჩხენკელზე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ირაკლისთან რომ ეს კაცი აქ არ უნდა იყოს. არ გაუკეთებია რეაქცია. 6 თუ 7 თუ 8 თვის შემდგომ ეს მან გაითვალისწინა და გააკეთა. აჰა, თქვენ კიდევ ეხლა ბიძინა მართავს პრემიეროვის, ბიძინა მართავს. მაშინვე კი არა, 6 თუ 7 თუ 8 თუ 9 თვის მერე გაუშვაო. მივხვდი კაცო. რას მივხვდი და მივხვდი როგორ შეიძლება გაჩნდეს იდეა 9 თვის შემდეგ. რა ვსერგო? არა კაცო, ეგ ბავშვია. წეროს რომ მოყავს ეგეც ბავშვია სერგო რა მოგივიდა კაცო. ხო აბა ეხლა პრემიეროვიც საიდან დაებადა ნეტავი 9 თვის მერე თავში ეგ იდეა. საიდან და უზახა ბიზინაჩემა გაუშვი ჩხენკელი მოკლედ ტვინი მოუყნა და 9 თვის შემდეგ პრემიეროვიჩის თავშიც დაიბადა ჩხენკელის გაშვების პაწეცი და იდეა. ხო ახლა პრინციპში ეს თუ არ მოგწონთ მეორე ვარიანტიც მაქვს. რა ვარიანტი და შეიძლება ეხლა ბიზინაჩემს ეთქვა გასაშვებია ჩხენკელი მაგრამ ნუ გაგიჟდები და დღესვე ნუ გაუშვებ შითვიანი ვით. ხო და ესეც ადგა და მერვე თვეს გაუშვა. ნეტავ თვითონ პრემიეროვის თუ სჯერა რომ ბიზინაჩემი არ ერევა ხოლმე მის გადაწყვეტილებებში. რა ვიცი ალბათ სჯერა, ალბათ ხო. ეხლა თუ კი ბიზინაჩემო ურჩია ასე რა თქმა უნდა. ბიძინა მახარებელი ამით არ დაკმაყოფილდა და ლარის გაუფასურებით გამოწვეული ეროვნული ჭმუნვა და მწუხარებაც ისე გაფანტა, როგორც მე გუშინ წინ აღებული ხელფასი. აი ლარით დავიწყებ. დიახ. რომ მოგონილი თემაა ესეც, არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას, გარდა აგიტაციის სააგიტაციო მანქანისა, რასაც რუსთავი ახერხებს. აი ეს ფასებზე არასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი არჩვენებს სწორედ რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია და ჯანმრთელი ორგანიზმია. ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ძალიან ჯანმრთელად. ლარი იქცევა ძალიან ადეკვატურად იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ხდება ეკონომიკაში შიგნით და გარე პროცესები. აჰა ბატონო, მჭერმეტყველი კაცისგან რომ გასაგებად ისმის ყველაფერი, თორემ ეს ხო ეხა პრინციპში აქამდეც ვიცოდით არა. აბა ეხა ჩვენს საზოგადოებას რაში ანაყრებს გაუფასურდება თუ არა ლარი? სად გვაქვს იმდენი ლარი რომ მაგისი გაუფასურებით რაიმე ვიგზნო. მერე კიდევ კაცო ხა რომც გქონდეს ახლა ლარი ტვირთად ვის დაწოლია? მე ლარისგან გაჭყნელი კაცი არ მინახავს და ულარობისგან რამდენიც გინდა. თან რაც მთავარია კაცო, ლარი იქცევა ჯანმრთელად, ჯანსაღად და ადეკვატურად. ო აბა რა ახლა რო შემოკრავენ უნდა დაეცე. არა ესე ევროა რო ფაფხურობს რაღაცას. რა ვსერგო? რებს ბოდიალო? უყურე ამაშა, ჯერეთი ბოდიში მოიხადე. იმიტომ რომ ბიძინას ნათქვამს ვიმეორებ. და მეორეს ვერ მიხვდი შენ, ვერ. ეს არის ფსიქოლოგიური სეანსი ლარის მიმართ ჩატარებული.
ლარს კი სჭირს ახლა რაღაც, მაგრამ არ ვეუბნებით, არა. საერთოდ უკეთესი იქნება ახლა, როცა შემთხვევით სადმე გადავეყლებით, ისე მოვაჩვენოთ თავი, რომ ჩვენს კარგად ვართ, გავიღიმოთ, გავიცინოთ, თვალები ვარსკვლავებით ავივსოთ. მისმინე სერგო, მისმინე ამას შენთვის და შენნაირებისთვის ვამბობ. თორემ ახლა ჩემთვის ბიძინას სეანსის შემდეგ დაცემული ლარი უკვე აღმდგარი. და საერთოდ რომ იცოდე, ჩემს თვალში $1 ლარი და 50-52 თეთრი ღირს. მეტი არა. გაიგე? ბიძინას ეკითხებიან, როდის აპირებ რომ პოლიტიკაში მეორედ მოხვიდეო? და ბიძინა კიდე პასუხობს, მე რას მეკითხებით? იოანეს გამოცხადებაში ჩაიხედეთო. ბიძინა ამბობს, ლარი აბსოლუტურად ჯანმრთელია. როგორ არის ჯანმრთელი, კურსმა აიწიაო, ეკითხებიან. ხო, ახლა ცოტა კი აიწია, მაგრამ არა უშავს მარგოდაშვილს ძმრიან წინდებს ვაქსოვინებთო. ისინი თავდაპირველად კარგი ზრახვებით მოიპარნენ. მოგცეს პური და შუქი. თუმცა შემდეგ ბოროტ ძალებთან დადეს კონტრაქტი და უნდათ მთელი ქვეყანა აოხრონ. მათ შეჩერებას ღმერთის რჩეული ბიძინა ცდილობს. მალე ტელეეკრანებზე მრავალსერიანი დამთრგუნველი ფილმი ის 9 წელი. ჩვენ მაგალითად იცით რომ ტელეპროექტს ვაპირებთ საზოგადოება 2030 რომელიც დავაფუძნეთ. ამასთან ერთად კიდევ ბევრ ამას ვაპირებთ. 9+1 ალბათ მიგანიშნებთ. ნაციონალური მოძრაობის მმართველობაზე მინდა რაღაც მრავალსერიანი 200 სერია ამ უფრო მეტი მხატვრული ფილმის გაკეთება. აი, ვარსკვლავური ომების ახალ ეპიზოდს არ ველოდები ისე როგორც ამ სერიალს, რაიმე. საპნის ოპერა ნაცებს, უფრო სწორად წინ დაგდებული საპნის ოპერა. ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან, მაგრამ აი 200 სერია პრინციპში რას ეყოფა ახლა მაგას, 230 სერია უნდა იყოს და სერიალს უნდა ერქვას სანტა ბიძინა. თან ძალიან დიდი ნაწილი უკვე გადაღებულია, უბრალოდ კასრებიდან არის ამოსაღები და დასამონტაჟები. აი ეს სერიალი ჭირდება ახლა დაქუცმაცებულ ქართველებს. ყოველ საღამოს გაგვახსენდება თუ რა ხდებოდა იმ 9 წლის განმავლობაში და ყოველი სერიის დასრულების შემდეგ სლოვაკიის მხარეს შევბრუნდებით და მადლიერების ლოცვებს აღვავლებთ. თუმცა ახლა ბიძინა პროდაქშენი მხოლოდ სერიალი ჩემოფარგლას არ აპირებს. ჩვენ ვაპირებთ პერმანენტულად გავაკეთოთ დოკუმენტური ფილმები კორუფციასა და ნეპოტიზმზე. ჩემი გადმოსახედიდან არაფერი მსგავსი არ ხდება. და ის რომ ეს თემა ზედმეტად ანგაჟირებულია და პრემიერს მუშაობაში ხელს უშლის, ამასაც კარგად ხედავ. დოკუმენტური ფილმების სერია სათაურით ცოლის ნათესავი არ არის. მშვენიერი იდეა, მშვენიერი კაცო. დიახ, ეს ფილმები ერთხელ და სამუდამოდ გამოაშკარებს, რომ ნეპოტიზმის არც ერთი შემთხვევა არ ქონია. ხო, რა გეუბნები, კაცო, არ ქონია, არა. დამიჯერე დოკუმენტური კინო მაქვს ნანახი. ახლა ბიძინასი თუ არ გჯერა, ფილმის მაინც დაიჯერეთ, კაცო. და თუ ფილმიც არ გაჭრის, მერე წიგნსაც დაწერს და მენცარულ მეცნიერულ ნაშრომსაც. აბა. ხელისუფლებამ ხელების შორს ტელევიზიებისგან. ტელევიზია ხალხისა, ისა მოქალაქეების, მოქალაქის. ეს ხელისუფლება, რომელსაც სუსტად მიიჩნევენ რომ და პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, რომ მას ხელი არ მიუწვდება არანაირ მედია საშუალებებს. და ამასაც მე ძალიან ვაკონტროლებ, რომ იცოდეთ, რომ ესე უნდა დარჩეს და ესე უნდა იყოს. ხელისუფლებას არ უნდა ქონდეს თავისუფლებული ტელევიზიები. მე ძალიან დიდი იმით ვიტოვებ, რომ პროექტს, რომელსაც ჩვენ GDS-ზე ყოველდღიური იქნება ანალიტიკური გადაცემა, მე მაქვს დიდი იმედი, რომ შეიცვალოს თამაშის წესი, რომ ის კარნახობს დღეს რუსთავი 2 ეს აქცენტები გადაადგილდეს და საზოგადოებას მიეწოდოს და აქცენტები გაკეთდეს ძირითადად არა იმაზე, რასაც მოისურვებს სიცრუის მანქანა, არამედ ის, რაც რეალურად ჭირდება საზოგადოებას მისი განვითარების. კაი რა ბიძინა ჩემო, კაი რა, ეს რა უსუსური ხელისუფლება დაგვიტოვე, ვერ გამიგია ვერაფერი. რა ხელისუფლება, ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ტელევიზიებზე ხელი არ მიუწვდება, გამაგები. არა და მართლა ეგრეა, მართლა. თურმე ზის ეს ბიძინა ჩემი ჯოხით და ხელისუფლებამ ხელი თუ გააპარა რომელიმე ტელევიზიისკენ, ჩაარტყამს ამ ჯოხს. მე საერთოდ მაგიტომ გადმოვედი რადიოში. უაბარა აზრი ქონდა ხა ტელევიზიაში ყოფნას. ხელისუფლება ვერ მიყურებდა. ალბათ რადიოზე მაინც მიუწვდებათ ხელი და მისმენენ. თუმცა ხა ისეც არ არის რომ ოპოზიციას და რუსთავი 2 სიცრუის მანქანას დარჩა სატელევიზიო ბურთი და მოვიდა. ხომ გაიგეთ? ამის საბიბწონეთ თვითონ ბიძინა ჩემი აკეთებს ახლა GDS-ზე სიმართლის მანქანას. ხო და წავა მე ტრანსფორმერების ბრძოლა. ბახ, ბუხ. ხო და ახლა არ თქვათ, ახლა ბიძინა თუ გადაცემას გააკეთებს GDS-ზე, როგორღა გამოვა რომ ხელისუფლებას ტელევიზიაზე ხელი არ მიუწვდება. რა სისულელეა, კაცო. GDS-ზე რა ტელევიზია? უი, კაცო, ეგ კი არ უნდა მეთქვა. ბიძინა რა ხელისუფლება? ვერ გაიგეთ, კაცო. ბიძინა ქვეყანაში არაფერს აკონტროლებს. და ამას ვინ აკონტროლებს? ბიძინა.
თებერვალი დადგაო და სამართლიანობა აღდგაო. უჯერ იანვარია, მაგრამ ეხლა სამართლიანობა აღდგება და იანვრის მერე მოვა თებერვალი. და ის იქნება ყველაზე სამართლიანი თებერვალი თებერვლების ისტორიაში. აბა, სამართლიანობის აღდგენას რაშიც მე აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ძალიან გაჭიანურდა. თუ მიაქციეთ ყურადღება პრემიერმა გააკეთა განცხადება ბოლო დროს, რომ თებერვლიდან ეს პროცესი დაიწყება. და როგორც მანს თქვა და მეც ვიცი, რომ არის ამის მზაობა, ამას სჭირდება შესატყვისი თანხები. როგორც ვიცი, მინიმუმ 1 მილიარდზეა საუბარი. ვაშა, როგორც პრემიეროვიჩს უბრძანებია, სამართლიანობა კეთილს ინებებს და თებერვალში აღდგება. მაგრამ ეთქობა ეხლა სამართლიანობასაც იპოთეკური სესხები აქვს, ხო? რაღაცა ძალიან ძვირად ღდგება. მართლა კაცო ისე რომ დაუფიქრდი, რა ძვირი ჯდება სამართლიანობის აღდგენა არა? რა უსამართლობაა კაცო? ანუ რა გამოდის ეხლა ვისაც მილიარდი არ გვაქვს, იმათვის ისევ უსამართლობა იქნება, თორემ მილიარდი ვისაც აქვს ეხლა იმან კი აღადგინა პირადი სამართლიანობა და დაიბრუნა დაყადაღებული ქონება არჩევნების მეორე დღესვე. და ვისაც ეხლა თქვენთვისაც გინდათ სამართლიანობის აღდგენა, კეთილი ინებეთ, ტრაკი გაანძრიეთ და იშოვეთ მილიარდი. თორემ ბიძინას რა კაცო, სულ ფეხებზე არ კიდია, 7 სამართლიანობა აქვს. ბიძინა დაბეჯითებით ამბობს. всё, მორჩა თებერვლიდან რომ აღდგება სამართლიანობა, ეგ გადაწყვეტილი ამბავია. ახლა უბრალოდ ვადგენთ რომელი წლისო. ბიძინა ისევ ამბობს, ამ ხელისუფლებას არც ერთ მედიაზე არ მიუწოდება ხელი. თუმცა იმედი აქვთო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.